მოგესალმებით Echo Chamber-ის სტუდიიდან. ისევე ჩვენ უკვე რომელი ეპიზოდია? მე 8 თუ 9, 8, 9, ან 7. 7 იყო უეჭვენი, 8, 9, გამარჯობა. ესე იგი დღეს გადავწყვეტეთ, რომ გავცეთ პასუხები, მე რა სანდრომ გასცეს პასუხები ყველა იმ კითხვას, რაც თქვენ მოგწერეთ. ეს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ხდებოდა, ზოგმა სად მოგწერა, ზოგმა სად. ამოვწერეთ ეს კითხვები და სანდრო ეცდება, რომ თითოეულ მათგანზე სრულფასოვანი და უფრო ვრცელი პასუხი გაგცეთ. დავიწყოთ სანდრო? კი, დავიწყოთ. ხო, და ის მაგას ანამას ან საკვებ დანამატებს ფიქრობთ, მაგრამ საკვებ დანამატების შემდეგი ეპიზოდი იქნება. შემდეგ ეპიზოდზე ხო სანდროს. ხო, რა თორე მაგაზეც შეკითხვები უკვე ზოდა მოგროვდა სავისფლომად და მაგას ცალკე შემდეგი დაუთმოთ ფიქრობ. ხო? კარგი. ესე იგი პირველი კითხვა იყო ესეთი, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ადამიანი და ასევე რა ვიცი სხვა ვიდეო, ალბათ სხვა წყარო არ ვიცი, რომ სიმსუქნე უფრო მეტად არის კავშირში ჩვევებთან, ვიდრე გენეტიკასთან. ამ ბოლო დროს უფრო ესე გავრცელდა თორე აქამდე სულ ამბობდნენ, რომ სიმსუქნე ბევრად უფრო გენეტიკასთან იყო დაკავშირებული, აი ამაზე. ხო, ანუ რაღაცა მამა, დედა ან თუნდაც რაღაც ბაბუები, ბებია რაღაცა სიმსუქნებიან. ნახე უყურე ხა როგორ შევხედოთ მაგას. გენეტიკურათაც ხო, ანუ თვითონ აი მეტაბოლიზმი რაც იქნება, ვთქვათ, კუნთური მასა რამდენი გექნება, ცხიმი როგორ გექნება, აღნაგობა როგორი გექნება, ხო, გადმოყვება შთამომავლობით, შენი მშობლებისგან, შეიძლება ხო არის ზოგი მეტად უფრო მამას დაემსგავს, ზოგი დედა, ზოგი უფრო ბებიას, ეგ რა თქმა უნდა არის. ეს რთულია პროცენტულად რამდენი გენეტიკა და მე ცხოვრების, მაგრამ თან როგორი რაღაცა, ნახე, და მაგანიც მოიყვან და სავარაუდოდ მაყურებელიც აი დაუკავშირებს თავის ამბავს, ანუ გენეტიკურათაც და პლუს ანუ ჩვევებიც გადმოდის, როგორ გითხრათ რა, აი ვისთან იზრდებოდა ბავი, ვისაც მეტი შეხება აქვს და მეტი დრო გამოდის, რო თქვა ბავშვთან არის, ზოგი ხო არის აი ბებიებთან იზრდება მაგანითად და ძალიან ხშირად მე პირადადაც ვიცნობ ბევრს, ვინც თქვა დედა მამა ასე თუ ისე შედარებით თქვა ისე თხლად ასე ვთქვა არავის არიან და ბებია ბაბუა ცოტა მსუქნად იყვნენ და ბავშვი გაიზარდა ბებიასთან ან ბაბუასთან იზრდებოდა უფრო თქვა მეტ დროს იქით ატარებდა და შედარებით უფრო წავიდა ანუ თხლად არა ცოტა მსუქნად გამოვიდა და იმსგავსა გამოვიდა ბებია ბაბუასა მაგრამ ეგ დაემსგავსა გენეტიკურის ამბავში არ არის. ანუ როგორც წინა ეპიზოდებში თქვი თქონი, რომ ბავშვი რასაც ხედავს, პატარა როა თავიდან რაღაც 1, 2, 3, 4, 5, 7 წლამდე და ახლობით 6-7 წლამდე შენ რაც არ უნდა აუხსნა, რაც არ უნდა რაღაცა ჩამოუყანებო, ეს კარგია, ეს ცუდია, გააზრებინო მაქსიმალურად როგორც გამოვა, დიდზე გამოს ეგ ვერ ახდენს, რასაც ხედავს, პირდაპირ აი ქცევებს საკოპირებსავით რა და რო თუ პირდაპირ თქვა მშობლებთან მამა დედა ხედავს რომ აი ჭამს ხშირად თქვა რაღაცა ტკბილს ჭამს თუ ნამწყოს ანუ ცუდი ჩვევები აქვს ეგ ჩვევებიც დედას მამასგან გადმოთქვა თქვა დედა მამა შედარებით უკეთესი ჩვევები მაგრამ ბავშვი დიდი ხანი ბებიასთან ატარებს ან ბაბუასთან მათ ჩვევებს რასაც ხედავს იმას იმეორებს ასე ვთქვათ რა და აი ეგეც ჩვევების გადმოსვლაც ну გენეტიკურად ჩვევები ვერ გადმოდის, მაგრამ ვისთანაც მე დროს ყოფს, ვისაც ყველაზე ხშირად ხედავს, რასაც ის ადამიანი აკეთებს, იქნება ეს თუ როგორც გითხარით, ტკბილის ჭამა, ცუდი რაღაცეების ჭამა, ხშირად ჭამა, რაღაც აი კვებასთან რაც კი რამე ჩვევა შენობა იყოს, მაგასაც უყურებს და აკოპირებს, და აი ეგ პატარაობიდანვეც მაგიტო ვილაპარაკეთ, რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარაობიდანვე აი რაღაც ჩაენერგოს, ჩაებეჭდოს აი სწორი ჩვევები ის კი არა რომ ჩვენ აი რაც გვინდა ვჭამოთ ან როგორც გვინდა და აუხსნათ არა ის ცუდია და შენ ესე ჭამე არა როგორც ჩვენ შევჭამთ რასაც შევჭამთ რაც ჩვენ გვიყვარს თქვათ რასაც დაინახავს რომ ჩვენ ჭამთ იმას მიეჩვევა და განსაკუთრებით ეს უნდა იყოს აი როგორც თქვი რა დაახლოებით 6-7 წლამდე რომ ძირითადი
ბაზა რაღაც ფუნდამენტური ჩვევების მაგ დროს უყანებდება მაგ 7 წლამდე იწოვს ესე აქტიურად ყველაფერი ახსნა განმარტების ემის გარეშე ხედავს იმახსოვრებს იმეორებს რა და ამიტომ უნდა იცადოს რომ მაქსიმალ ყურადღება მშობლები თუ ზდიან თქვა მშობლებმა თუ ბებია ბაბუებმა რომ აი თავიდან 7 წლამდე მას რაღაცა სწორი კვებითი ჩვევები ჩამოუყენებოდ იმით რომ ანახონ თვითონ აი სწორი გზა როგორ არა რა და აი გენეტიკურად გადმოსვლა ფაქტობრივად რა მაგრამ პირდაპირ ესე ჩაეწეროს რომ აი გაჩნდა ბავშვი და გადმოუვიდეს რომ ჩვევა არ გადმოდის ესე გენეტიკურად და ჩვევას როგორც თქვი რასაც ხედავს მაგას იმეორებს რა და თუმცა როგორც არ უნდა თქვა გენეტიკურად ბებია ბაბაც უკან იყოს დედამამაც უკან იყოს ბავშვმაც 7 წლამდე ყველა ცუცუდი ჩვევა რაღაცა ჭარბიწონა თუ მერე მოინდომა გაიაზრა რა თქმა უნდა საკმაოდ რთული გზა იქნება მაგრამ გაიაზრა მოინდომა რომ იცი რა არ მოწონს ესე გაიაზრა რომ ესე ცუდი ჩვევა მისი წონის წვევა ამან გამოიჩანა მისი შეცვლა მოუნდა რა თქმა უნდა ეს ცნობად შესაძლებელია იქნება 20 წლის 25-ის 30-ის 40-ის უბრალოდ რაც უფრო თქვათ მაღალ ასაკში იქნება რა თქმა უნდა უფრო რთულია დროში უფრო გაიწენება და ნუ ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა რა მადლობა თუ რამე შენ შეგინია ჩამეკითხო რა შენება იმ ხომ მაყურებელს გაუჩნდეს კითხვა აბა რა როგორ რაღაც ეგეთიც რა კარგი მეორე კითხვა ეხება ალკოჰოლს ესე იგი მართალია თუ არა რომ ალკოჰოლი ანელებს კლებას კლების პროცესს მიუხედავად იმისა რომ ხშირად ჩავატიო კალორიაში და ასე შემდეგ. ანენებს, კი, მართალია, და ანენებს იმ კუთხით რომ აფერხებს რა, სანამ ამაზე ბევრჯერ თქვით, სანამ თქვა გააჩნია რა რაოდენობას მიიღებ, ეგ დრო მაგაზე იქნება დამოკიდებული. მაგრამ ნუ რაც არ უნდა რაოდენობა ყველაზე მინიმუმიც რომ მიიღო, სანამ ამ ალკოჰოლი და შხამი შევა ორგანიზმი ასე ვთქვათ იწამნებასავით, სანამ ამ შხამისგან ასე ვთქვათ განთავისუფლდება, მანამდე ყველანაირი ცხიმის წვის წონის კნების პროცესები გაჩერებულია მთავარი ყურადღება უმეტესობა ორგანიზმის გადაასულია ამ ალკოჰოლისგან მიღებული შხამის გამოდევნაზე. როგორც კი გამოიდევნებათ, ნუ თუ დაუნებთ, თუ დავიცადოთ, რაც უფრო ცოტა დაუნებთ, რომ ეს გამონთავისუფლების პროცესი ცოტა ხანი გაგრძელდეს, მერე თუ დეფიციტია, ისევ გაგრძელდება კნება. თუ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი, ნუ რთულია ზოგჯერ ხშირად აი რომ ერთ დღეს დანია და მეორე დღეს იღვიძებენ და კიდევ დროანები არიან ასე ვთქვათ, მაგ დროს რამოდენიმე დღე მაინც ჭირდება, მერე პახმენი ამოდის, მერე სითხეს კარგავს ორგანიზმი, მერე იმ სითხის აღდგენაზე და მოკლედ აი ეგ ამბავია რა, შენელება ხდება იმ კუთხით, რომ ფერხდება სანამ როგორც თქვი, ეს შხამი გამოვა. და როგორც მივხვდი, არა აქვს მნიშვნელობა რა სახის ალკოჰოლს მიიღებ ფაქტობრივად ყველაზე არის უბრალოდ ზოგი ცოტა უკეთესია ვიდრე. ნუ ეგ აი უყურე მაგ შხამის გარდა კიდე პნევს ალკოჰოლსაც კალორია ხო აქვს 1 გრამზე 7. აი ეგ კალორიებიც რამდენიც დაგროვდება მაგაზეც უკვე ეგ აი დეფიციტს რამდენად შეამცირებს თუ გადაცდება საერთოდ პნევში გახვალ მაგაზეც არის. ეხლა თქვი მარტო თქვა და ეს ცუდი რაც არის ორგანიზმში ალკოჰოლში შხამი და პნეუს კალორიებიც თუ ბევრი მოყვება, ბევრს თუ მიიღებ. ყველაზე მაღალ კალორიული ალბათ კოქტეილებია, ხო? იცი როგორ, ხო, ნუ კოქტეილებში იმ კუთხით გამოდის მაღალი კალორია, რომ ანუ კოქტეილი მარტო ალკოჰოლი ხო არა, იქ წვენი რაღაც შაქარი, სიროფი, ხინი, შენობა რაღაცა ზოგან აგდია რაღაც მოკლედ ემატება ბევრი კალორიები, ანუ ცალკე ალკოჰოლის კალორიებს კიდე დამატებული რა. კარგი, შემდეგი კითხვა. ესე იგი, გეკითხებიან თუ მართალია თუ არა, რომ დეპრესიას შველის ვარჯიში მზის შუქზე სიარული. მაგაზე სხვათა შორის ბევრი გეკითხებოდა რაღაც rilsებში გაქვს ნათქვამი და გეკითხებიან რატომ ენდამეს დღის შუქზე მე მაგათაც აღამოს ვსერნობ ამ შემდეგ და აი ესეც რო გაგვიმარტო. იცი როგორ? შვენის ცოტა ისეთი ნათქვამია, რა ხმავაღანი ნათქვამია, მაგრამ როგორი რაღაცა, იცი? ადამიანი თქვათ დეპრესიაში როა, ხო? ანუ
ძირითადად არის რომ აქ არ არის რა ან რაღაც საშინელ წარსულშია რაღაც მოუნენას არ ვიცი ატრიანებს იმეორებს თუ რაღაც მოკლედ ცუდ ამბავშია უკან ან პირიქით არასასურველ მომავალშია რაღაც ისე შინიან რაღაცაში ფოტოს ანას მოკლედ აქ არ არის რა სადაც არის ან უკან არის ძალიან ან აწყოში არ არის რა და აი ეს ვარჯიში ფიზიკური დატვირთვა შვება რას რომ ანუ დროებით ვერციკით მიდი უკან ხარ ანუ აქ გამყოფებს ცოტა ისეთი თუ არა ხა თლად ძალიან ესე ნელასერინობა რომელიც არც გუნი გიჩქარდება ცოტა არც დატვირთვა არ არის ასე ვთქვათ მაგრამ ცოტა რთულია მაგრამ აი ცოტა ისეთი ვარჯიში რაღაც ძალის ხმევას საჭიროებს ორგანიზმიდან ანუ ფიზიკურად უჭირთ ძალიან და თითქმის ვეღარ ახერხებენ რომ ან ტვინი სხვაგან იყოს და აქ რაღაც რთული მოძრაობა აკეთოს ან მძიმე აწიოს ან რაღაც ისეთი მაღალი ინტენსიური ვარჯიშები აკეთოს რა და აი ვარჯიშის პროცესში ისე გამოდის რომ ეს 1 საათი იქნება საათნახევარი თუ 2 საათი ან შეიძლება უფრო მეტიც რომ აი ეს პერიოდი აქ არის რა და არც იქ უკან არის არც წინ აქვე არის და აი ვარჯიშის პროცესში ვერ გრძნობს მაგაი დეპრესიის ამბავს რა და ეს 2 საათი რომ ივარჯიშო და მე всё დაამთავრებ ვარჯიშს და ისე მოისვენებ და კონცენტრაცია ორგანიზმის ყურადღება ძალის ხმევა აღარ დაჭირდება რომ რაღაც რთული მოძრაობა შეასრულოს მე ტვინი ავტომატურად ძირითადად ვინც აი ქრონიკულად დეპრესიაშია ტვინი ისევ ანაკეთ გარბის ანიკით რა რაც უფრო აი ყოველ დღე სისტემატიურად აი ეს ფიზაქტივობა იქნება და ტვინი უფრო აქ იქნება აწმყოში შედარებით უფრო აი როგორ გითხრათ რა შემსუბუქდება მდგომარეობა და დეპრესიაზე შედარებით უფრო მსუბუქი ფორმა ექნება აი დღის შუქზე ეს ახსნა როგორ არის იცი ზოგადად ეგეც ყველა ადამიანს მაინც ინდივიდუალური ხდება, მაგრამ ძირითადად მაინც ანუ ადამიანი ღამე რო დაიძინებს დინით რო გაიღვიძებს, ტვინიც დინის და ზოგადად დღის საათებში უფრო როგორ თქვა რა ხოძზე ასე ვთქვა, ძაღლინი არ არის და შედარებით კარგად მუშაობს და აქვს ადამიანს ცოტა თუ ძალისხმევას დაატანს, იმის ძალა აქვს რომ თქვათ თუ წარსულში წავიდა რომ არ დაუბრან ფიქრი ასე ვთქვათ მოაბრუნოს თავი აწყოში მოიყვანოს რა აი ეს როდესაც თქვათ საღამო მოდის არ უბნდება ტვინიც აი ეს რაც არ უნდა ეცადოს ძალისხმევა ბევრად უფრო რთულია ვთქვათ აი არასასურველი წარსულიდან ან არასასურველი მომავლიდან მოაბრუნო და აქ რატომ იღლება ტვინი იღნება კი ეგ როგორ აიცი ქვეცნობიერად აი ვინც ქრონიკულად თუ დეპრესიაშია ქვეცნობიერად ტვინი სუგარბის ანუ აქ არაზოს არა ხან წინ მირბის ხან უკან და ეს მაგ მომენტს რომ მიხვდები და ცოტა ძალისხმევას დაატან ცნობიერი ქონება ან ტვინი იძაბება აი გაიღვიძე ხა აქ ხარ და ფიქრები იქ არის მობრუნდი და აი მაგას ტვინის ენერგია უნდა და როდესაც საღამო უკვე ტვინი ძირითადად აღნენია და ეს ცნობიერ ტვინს აღარ შეუძნია რომ იცი რა შენ ახლა ფიქრებს ხარ წარსულში ვერაფერს ვერ შეცვლი მომავალი ჯელამოსო აქ იყავი მოდი არინე აი გამბავი საღამოს საარწუნია რა და დღის შუქზე მით უმეტეს რომ ტვინი ენერგიულად არის შეუძნია ეს ქვეცნობიერი ამ ცნობიერ ტვინს რო ჩაირთვება შემოაბრუნოს და აქ ახლაში მოიყვანოს პლუს ფიზიკური აქტივობა რომელიც როგორც თქვი ეხმარება რომ ანუ იქ აქ არა რასაც ეხა აკეთებ ანუ რა დატვირთვასაც ეხა ხელს წევ თუ მძიმეს წევ თუ ჩაკუზას როდესაც იქ იყო ანუ ამ მომენტზე კონცენტრირდე და ორივე ერთად გამოდის რომ თითქმის აღარ ხარ არც იქით არც აქეთ აი აქ ხარ ამ წუთას და გავიწყდება რა ვეღარ იაზრებ არ გახსოვს შენი დეპრესია და ამბები და ამიტომ მაგ კუთხით გამოდის დახმარება რა სხვა ისე აი ვარჯიშე და რაღაც ავტომატურად დეპრესია გადავარდება მოგირჩება ეგრე რთულია ესე იგი ერთმა ადამიანმა მოგწერა რომ ვარჯიშის დაწყებაც მინდა სწორი კვებისაცო მაგრამ არ მაქვს დრო
და ამაზე ვიცი რომ ამბობთ ხოლმე რომ არ მაქვს დრო მხოლოდ მიზეზია და მე მართლა არ მაქვს დრო და აი რა გავაკეთო აი როგორ გავაკეთო როგორ მოვახტინო ისე რომ ორი ნახე ვარჯიში აი ყველას სავარაუდოდ ამ ადამიანსაც ყველას რა მოდი უმეტესობას ვიტყვი უფრო სწორი სიტყვა იქნება უმეტესობას გონია რომ აი ვარჯიში და კვება მინდა დავიწყო ნიშნავს რომ ეხა როგორც იკვებება ანუ საერთოდ უნდა აი გადაატრიალოს ამოატრიალოს 180 გრადუსით სხვა რაღაცა სხვანაირ კვებაზე უნდა გადავიდეს ვარჯიშეც გონიათ რომ ეხლა რო თქვათ ანუ ფიზიკურად არ არის არაფერი აქტიური რაღაც სახრიდან ჩამოდის მანქანაში ხდება ოფისში მიდის მოდის მანქანაში ისე მაღაზიაშიც მანქანით მიდის ანუ საერთოდ არ მოძრაობს გონია რომ რაღაცა უნდა გადავიდეს კვირაში მინიმუმ 3ჯერ ან 4ჯერ იმაში დარბაში იაროს წავიდეს სადღაც 1 საათნახევარი ვარჯიშოს მე კიდე რაღაც ფეხით იაროს ან რაღაც ანუ მოკლედ ძალიან ისე ჩაერ არადა ყოველთვის ყველაზე სწორია ესეთ შემთხვევაში როგორც არ უნდა ჭამდეს, აი რასაც არ უნდა ჭამდეს, ყველაზე მინიმუმ, ყველაზე მარტივი, სულ ერთი ცნება მაინც რო გააკეთოს რაღაც. 3ჯერ უჭამს დღეში საუზმე, ლანჩი, სადინი, საუზმეს მაინც ცოტა ოდნა უფრო რაღაც მეტი ყურადღება მიაქციოს, სწორად შეარჩიოს პროდუქტები, თქვათ რა ოდენობას ყურადღება მიაქციოს. всё, უკვე პირველი ნაბიჯია ცნება არის უკვე. ვარჯიშზეც აი როგორც თქვი თუ სახრიდან ჩადის მანქანით ყველა ცდილობს რომ ფეხით საერთოდ არ გაიაროს ყველგან მანქანას იყენებს რა ლიფტის მაგივრად კიბით რო ჩავიდეს მანქანა ოფისთან 15 მეტრში თუ აჩერებს 200 მეტრში რო დააპარკინგოს და რაღაც 5 წუთი ფეხით გამოიაროს საღამოს თუ ექნება თავისუფალი დრო ტელევიზორთან როძის და უყურებს ადგეს მაღაზიაში ჩავიდეს და დინით საუზმეზე რაღაცა აი ჯანსაღი პროდუქტებისგან რაც თავში ექნება რომ აი ხვალ ამას გავაკეთებ ფეხით გაიაროს მოიტანოთ უკვე ვარჯიში ან უკვე დაწყება ანუ ვარჯიშის და კვების ანუ ცნება დაიწყო უკვე პირველი ნაბიჯებით აი ესეთი დაწყება აი მსგავსი ადამიანისთვის როგორც აი დრო არ მაქვს და იწერება ყველაზე იდეალური ვარიანტია რა მე უკვე რო ეს საუზმეს და ამოღამებს და გამომარტივდება ეს ფეხით რაღაც დღის განმავლობაში 15-20 წუთის მოძრაობა უმარტივდება და კიდე მიხვდა რომ ძალიან მოეწონა და კაი შეგრძნებები აქვს და კიდე უნდა რომ რაღაცა თქვა დაამატოს ან შემდეგი ნაბიჯი მე ლანჩსაც მიაქციოს ყურადღება იქაც თუ არ ვიცი ლობიანს ან ფენოვან ხაჭაპურს ჭამდა სხვა რაღაცა სალათი აიღოს ხორცს რო შეიცავს ისეთი ან რაღაცა ბოსტნეული ან რაღაც უფრო ჯანსაღი პროდუქტი ვარჯიშის ამბავში თუ როგორმე რაღაც იქნა დრო გამოუნთავისუფ და არ არის აუცილებელი დარბაში რაღაცა ფეხით სადმე პარკში გავიდეს ან ჩაკუზვები აზიდები რაღაც ისეთი გააკეთოს რა მერე კიდე თუ მომდა უკვე სადილსაც ცოტა ყურადღება მიაქციოს იქაც რაოდენობები და ესე ხდება რა მაგრამ ყველას ყოველთვის უნდა ეხა რასაც ვაკეთებ სამივე ჭამა სულ სხვანაირი ესენი არასწორია ყველაფერი ჰოპ და რაღაც გადაიწყოს სანდრო როგორც იდეალურად ჭამს მეც ის ანუ ვიღაცა 15 წელია რომ სწორად იყვება აი იმნაირად უნდა ზუსტად და ვარჯიშიც ვიღაცა კვირაში 4ჯერ 2 საათი ვარჯიშობს всё ვარჯიში დავიწყე მეც კვირაში 4ჯერ 2 საათი უნდა მივარჯიშო აი ძირითადად არაზოს არ გამოდის ეგ ყოველთვის აი ცოტა პატარ-პატარა ნაბიჯებით ყველაზე შორს წავა. გადაეცით ამ ადამიანს თუ გიყურებს აი ერთი პატარა ნაბიჯი კვებაზე, ერთი პატარა ნაბიჯი ვარჯი. მე 2-3 და ესე მოყვება მიხვალ 100-მდე. ერთიდან მე-100 ნაბიჯზე 100%-ზე ვინც ცდილობს ყველა ესე იგი, ვერაფრით ვერ შევეგუე ვარჯიშს, ძალიან არ მიყვარს, არადა ამბობენ, რომ 6-8 კვირა გჭირდება, რომ ვარჯიშს შეეჩვიო და შენი ორგანიზმი შეეჩვიოს და მოეწონოს. მართალია თუ არა და როგორ შევეჩვიო, როგორ შევიყვარო. ორი 6-8 ეგ არის იცი როგორ? 6-8 კვირა თუ გავიდა და თქვა თავიღოთ მაგალითად კონკრეტული რაღაც ვარჯიში დარბაში წონებით ვარჯიშობს და გავიდა 8 კვირაც და 2 თვეც და არ მოწონს რა მაინც ვერ ესე იგი არასწორი ფიზიკური აქტივობა აქვს არჩეული ანუ ვარჯიში მარტო ეგ არაა რომ თუნდაც რაღაცა თუ ბიჭია თუ გოგო ფეხბურთის თამაში მოწონს ან ტენისი ან რაღაც არ ვიცი პადნი თუ რაღაც იქნება ანუ
ფიზიკური აქტივობა უნდა როგორ გითხრათ, პირველი ნაბიჯების ამბავში მაინც, ანუ ორგანიზმი ფიზიკურ აქტივობას, ისეთ ფიზიკურ აქტივობას უნდა შეაჩვიოს, რომელიც შედარებით უფრო როგორ გითხრა რა, სიამოვნებას მიანიჭებსაც არა, აი თქვათ მოდი დარბაზში ვარჯიშებ, მოდი ტენისი ვითამაშოთ, ანუ ორი წინადადება რო გითხან, რომელზე უფრო excited იქნები, რომელიც აი მოდი ვცადოთ აბა რაღაცა ეგეთი შეგრძნება რა ფიზიკურ აქტივობაზეც აქვს, ჯერ თავიდან ეგ უნდა დაიწყოს, ეგ უნდა ცადოს რა და მერე რო უკვე რახან ტენისი ვახსენეთ, თქვათ კვირაში 3-ჯერ 2 საათი ტენისს ვარჯიშობს და ფიზიკურად მოვედ დარბის იქ ჩაკუზვა უწევს, ბურთის აღება, გაქცევა, გამოქცევა სწრაფად 2 საათი სულ მოძრაობაშია, კარდიოც კარგი გამოდის, მერე თუ კიდე აი იცი რა, მაინც და მაინც დარბაზში ვარჯიშს უნდა მიეჩვიოს, აი მერე რო ცდის, უკვე შენობა 6-8 თვეში საერთოდ სხვანაირად მიიღოს ორგანიზმმა და სულ სხვანაირი შეგრძნებები გამოვიდეს, მიიღოს დარბაზში ვარჯიშისგან, ვიდრე პირდაპირ რო ეგრევე დარბაზში ვარჯიშს ეცა. მიხვდი ახლა რა ის თქვი რა, ჯერ რაღაცა სასიამოვნო და excited ფიზიკური აქტივობით დაიწყოს და მერე იგივე მაგალითია რა, პირველი ნაბიჯი შედარებით მსუბუქი და მისთვის რაღაც სახანისო უნდა გადადგას რა და ნაკლებად დისკომფორტის მომნიჭებენ. აი დარბაზი მაგ შემთხვევაში ძალიან დიდ დისკომფორტს ანიჭებს მის ორგანიზმს და მის გონებასაც და ამიტომ აი ძალიან ებრძვის ორგანიზმი და არ ეჩვევა და ეუბნება რომ არ მინდა რა. დამანებე თავი. ხშირად ახსენე რომ ფეხით სიარული არის დაუფასებელი ფიზიკური აქტივობა, რატომ? იცი როგორ აი უმეტესობას როგორ შეგრძნება აქ იცი აი გინდეს მაგალითები რაც მოიყვანე რა ანუ უნდა რომ აი როგორ გითხრა რა აი ფეხით სიარუნი და თქვათ გინცირბინი ან რაღაც დარბაზში ვარჯიში რო შეადარო ერთი მეორე რო გააკეთო ანუ ვარჯიშით ან სირბინის დროს რო დაამთავრებ ხო აი დაიღანე და რაღაც დაიტვირთე და ის შეგრძნება გაქვს რომ რაღაცა აი გააკეთე და თქვათ იმუშავესავით ანუ ძალისხმევა ის ანუ სიარუნი ისეთია რომ ან დიდ მით უმეტეს თუ ნელას ენობ რაღაც გარეთ სასიამოვნო ადგილას აი ეგ შეგრძნება არ გაქვს რა რომ აი რაღაცა შრომა ჩადე რაღაცა ძალისხმევა დაატანე თავს ძალა და გააკეთე რა და ეგ მაგიტო იწვევს რაღაცა თითქოს აი რაღაც 1 საათი შენება ისერნო თითქოს ვერ იგრძენი არაფერი და არ გაქვს ის შეგრძნება რომ აი იცი რა მე მიჭირდა გადავლახე შრომა ჩავდე ძალისხმევა ჩავდე და აი შეგრძნება არა აქვს რა ის რომ აი იცი რა კმაყოფილების ცოტა რომ ცოტა დავიღანე ცოტა დავატანე თავს ძალა და გონიათ რომ არაფერს არ შვება ეგ სიარუნი არა და ეხა 1 და 2 დღე ნახევარი საათი რო გაევნი მართლა დიდად არაფერს არ იზამს ფეხით სიარულის შემთხვევაში ძალიან დიდი ეფექტი აქვს სისტემატურად ანუ 1 და 2 დღე კი არა 1 თვე 2 თვე ნახევარი წელი ან უფრო მეტი თუნდაც ის ნახევარი საათი დაიწყო არ არსებობს დროის ამბავია თუ არ შეწყვეტ ორგანიზმი მოგთხოვს და დრო-დროც თუ გიქნა 40 წუთზეც გადახვალ 50 წუთზეც 1 საათზეც და როცა დრო გიქნება 2 საათზეც შეიძლება გადახვიდე და ის როგორც გითხარი 1 და 2 დღის მერე დიდად არაფერი შეგრძნება და რაღაცა თვითკმაყოფილება არ გექნება, მაგრამ 2 თვე და 3 თვე და ნახევარი წელი რო გავა და რო გადმოხედავ შენ თავს და ყოველ დღე რო დადიოდი, აი მერე ნახეთ როგორი შეგრძნება გექნებათ. არაერთხელ გითქვამს, რომ ცუდი ვარჯიში ყოველთვის ჯობია არაფერს, რა იგულისხმება ცუდ ვარჯიში. ჭყალებში ცუდ. აი ცუდ ვარჯიში იგულისხმება აი ამ მაგალითს რო არ გავიქცეთ, აი თქვა თუნდაც ისეთი დარბაზში მიხვედი რაღაცა აი ვითომ გინდოდა რომ აი დაიწვირთ რაღაც აი შენ სასურველ დონეზე დაწვირთუნიყავი და აი რაღაც ძალისხმევა ჩაგედო დიდი და მერე კმაყოფილება მეტი ქონა და რაღაც 1 საათის მაგივრად შეიძლება ნახევარი ან 25 წუთი იმუშაო ცოტა დაიღალო ან რაღაც ანუ ისეთი თვითკმაყოფილება ვარჯიშის მერე არ კონდეს რაც რეალური იქნება იმიტომ რომ იმდენი
ძანისხმევა ვერ ჩადე როგორც ჩვეულებრივად, მაგრამ მან უფრო იმ კუთხით უნდა შევხედოთ, რომ მით უმეტეს თუ აი თავიდან მიჩვევის ან ეხლა მე რო ერთი ვარჯიში გავაცდინო, არაფერი და არ დაიქცეო დიდად, არაფერი ზიანი არ უმადგეო, არა ვინც აი იჩვევა და ცდილობს რომ ჩვევის დონეზე აი ჩვევაში გადაიყვანოს ვარჯიში, აი მან ცოტა დამეზარა და ცოტა ანუ იმდენი ძანისხმევა ვერ ჩავდე როგორც მინდოდა და ამიტომ არ გამომდის და ხენი ჩაიქნეო რაღაც ეს თუ თქვათ განმეორდა რაღაც ახლო სიხშირით შეიძლება ძალიან ხენი შეუშალოს ამ ვარჯიშის მიჩვევის ამბავს და ამიტომ არისკნათ რა არასდროს არისკნათ არ როგორ თქვა შენ თავზე ცუდი არ თქვა არ განზრახო თქვენი თავი რომ რაღაცა გინდოდა რომ 1 საათი მაგრად გეგევარჯიშა და არაუშავს არ გააცდინე 20-25 წუთით რომ მიხვიდა რომ ევარჯიშო მაგოფენი იყავით თქვენი თავით თქო მაგას ვიძახი რა რომ არ გააცდინეთ და მაინც ახვედით ივარჯიშეთ it's okay რა კარგი სანდრო რო არ გავცდეთ ვარჯიშის თემას პროგრესი აინტერესებს ხალხს ვარჯიშის დროს პროგრესი რას ნიშნავს? აი რას გულისხმობ ხოლმე როცა ამას ამბობ, რომ პროგრესი მნიშვნელოვანია ვარჯიშში? შენი ძახი progressive overload ხო აი გარი იცი როგორ ძირითადად ბევრი სხვადასხვა მეთოდი შეიძლება აი პროგრესის შეფასდეს, მაგრამ ყველაზე ისეთი ახლა ვარჯიში ვიძახით, თქვათ დარბაზში ვარჯიშს თუ გინდა მე სირბილზეც ან სიარულზეც ვიტყვით რომ დარბაზში ვარჯიშის ყველაზე ისეთი რა ძირითადი ან მთავარი პროგრესის განსაზღვრენია რომ ძროთა განმავლობაში ან რაღაც ერთი კონკრეტული ვარჯიშის ან წონას უმატებდე ან უფრო მეტ წევდე ან თქვათ იგივე წონას მაგრამ უფრო მეტ გამეორებას აკეთებდე აუცილებელია და მაგის გარეშე ვერანაირად ვერ დადგინდება ეს პროგრესი თუ ანუ დაშვება მოცემულობა არის რომ ტექნიკა ანუ ვარჯიშის გაკეთების ტექნიკა სულ გაქვს ერთი და იგივე ანუ სულ იდეალურად სწორი თქვა და ამ იდეალურად სწორი შემთხვევაში თუ დროის განმავლობაში ეგ დრო ინდივიდუალურად შეიძლება რაღაცა ყოველ თვე იყოს ორ თვეში ერთხელ ან რაღაც ზოგ შეიძლება რამოდენიმე კვირაში ერთხელ შედარებით მეტ წონას აკეთებს ეგ პროგრესი გაქვს და ასევე ანალოგიურად ტექნიკა რა თქმა უნდა ისევ ზუსტად იგივე სწორი თუ გაქვს და იგივე წონას თქვა გამეორებას თუ რაღაც 6 ჯერ აკეთებდი და ეხლა 7 8 9 10 ანუ გამეორებას უმატებ უკვე პროგრესი გაქვს ეგ სიარულის შემთხვევაში რადგან სიარული ვახსენეთ პროგრესი იქნება რომ აი თავიდან თუ რაღაც ნახევარი საათი დაიწყებ საშუალო ან რაღაც ნელ ტემპში დროთა განმავლობაში თქვა შეიძლება ისევ ნახევარი საათია რომ ცოტა სწრაფ ტემპში ან შეიძლება იგივე ტემპი კონდეს და ნახევარი საათის მაგრად 40 წუთი 45-50-ია რომ ან შეიძლება კიდევ არის პროგრესი რომ კვირაში თქვა ორჯერ თუ დადიოდი იგივე ტემპით რაღაც იგივე მანძილს სამჯერ თუ გახვალ ეგეც პროგრესია და მანდაც ესე პერიოდულად ან მანძილს თუ გაძდი ან სიჩქარეს ან სიხშირეს პროგრესი გამოდის აი გარი ვარჯიშის შემთხვევაში პროგრესი. ან თუნდაც რა ტენისს რო თამაშობდე კვირაში ორჯერ თუ თამაშობ 1 საათი და სამჯერ ითამაშე ეგეც პროგრესია. მე კიდე შემდეგ თუ ეს კიდე მეტჯერ და ეგ არის. მაგრამ ისე არ არის რომ სულ ანუ უნლიმიტოდ პროგრესი მექნება, ანუ ეს დარბაზის წონები გაიზრდება და მე ტენისი 24 საათში 24 საათი ითამაშებ ტენით რაღაცა ყველაფერს რაღაცა ზღვარი აქვს რა. სახში ვარჯიში ნამდვილად ეფექტურია თუ არა? შედარებით თუ ეფექტური ძალიან ვინც არ ვარჯიშობს სახში ვარჯიშობს. არა, შედარებით არა, ზოგადად სახში ვარჯიში, ვინც არ ვარჯიშობს ხო და არ ძალიან ეფექტურია, ძალიან ეფექტურია და შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ვიღაცას თუ ვთქვათ, მაინც და მაინც ეს დარბაზის სიტუაცია და ბევრი ხალხი სხვა ვარჯიშობს რაღაც დისკომფორტს უქმნის ან არ მოწონს, შეიძლება სულ რაღაც რამოდენიმე დანადგარი კი არა, რაღაც equipment აი განტენებიან პატარა შტანგა რაღაც რამოდენიმე სკამი რაღაც რამოდენიმე basic რაღაც ხელს წყო თუ რა დავარქვა მაგ იმას იყოს equipment-ი კონდეს არანაკნებ ეფექტურად ივარჯიშებს არანაკნებ დატვირთავს კუნთებს ვიდრე დარბაზში გასაგებია რომ ბევრი სხვადასხვა
ტრენაჟორიც რაღაც აპარატია და ბევრ სხვადასხვა კუთხით შეიძლება დატვირთო მიხვდა ხალხი რა მნიშვნელობა აქვს სახშიც არანაკლებ ეფექტურად თუ მოინდომე და თუ შესაბამისი ცოდნა გაქვს არანაკლებ ეფექტურად დატვირთო თუმცა ძალიან ის არის რა ინდივიდუალურია და გუნება განწყობაზეა მე მაგანითად აი ხარო ვიხსენებ კოვიდის დროს რო იყო მქონდა სახში ყველაფერი ნუ კარგად რომ მევარჯიშა მაგრამ აი ვერა დარბა თუნდაც სუცარიელ დარბაში არავინ რომ არ იყო აი საერთოდ სხვა ეფექტი აქვს ვიდრე რაღაც სახში ფეხი გააჩერე ასევე ვარჯიშის თემას რომ ვკლავ არ გავცდეთ და ზუსტად დარბაზის თემას ძალიან რამდენიმე მოგწერა სხვათა შორის ამაზე რომ აქვს კომპლექსი დარბაზში მისვლის და ვარჯიშის და როგორ დავძლიო რა ვქნა მერიდება რომ არ ვიცი ბევრი წერება მერიდება რომ არ ვიცი სწორი მოძრაობები და შემდეგ მერიდება ბოდიში დავასრულებ კაი მერიდება რომ ჩემი ფორმების იმიტომ რომ ზოგი გოგონა ნუ უფრო ხანი წერს ახლა როგორც მივხვდი გოგონა დადის ძალიან კაი ფორმები აქვს უკვე და გამოკვეთილი დაჩენენ ამას და აი ზოგს ძალიანერიდება ამის გამო მისვლა. აი ეს ორი მიზეზი მოკლედ ვიზუალური მხარე და რო არიცი. ეგ უფრო აი თვითონ მაგ ადამიანების ბრანი არ არის რა ზოგადად დარბაზში ისეთია რა ანუ ყველა დარბაზში რა თქმა უნდა ეს ძალიან რაღაც იდეალური ის არის ეგრე თითქმის არსად არა ყველგან ცოტა მძიმე სიტუაცია მაგ ამბავში მაგრამ ანუ აი ხო მაგას ვამბობ რა ანუ თვითონ ის თქვათ რაღაც ჭარბწონიანი ადამიანი იქნება თუ ისეთი ვინც აი არის ის გაკეთება რა როგორ დარბაზში მიდის აი სხვა გამოცდილი მოვარჯიშეებისგან რა რეაქცია ანუ ეგ ხო თავისით უკვირდება აბა ვინ რას და აი ვინც იქნება რა და დარბაზში მე ვიქნები თუ რამდენიც იქნება აი მაგათ რა რეაქცია აქვთ რომ მიხვდებიან რომ აი ეგ განაპირობებს იმ ადამიანის იგი experience და ეგ უყანიბებს კომპლექს და ყველაფერს აი ჩვენ და ვინც დარბაზში დიდი ხნის გამოცდილი მოვარჯიშეა რომლებმაც როდესღაც ჩვენ ხო დავიწყეთ სუთავიდან ვარჯიში კი შენება გასაგებია თქვა ინდონეზია ან თქვა არის უცოდინარი ინდონეზია არ იყავს შენობებით უფრო მეტი იცოდი მაგრამ ხო ანუ ესეთი ამბავია რა ანუ და ჩავდგეთ ანუ მისი მდგომარეობაც გავიცვანისო და არაზროს არ უნდა რაღაც დაცინო რაღაც ისეთვანე აუ ამან არ იცის და ეხა როდის და ეს კი როგორ არაკეთებს მე დარბაზში დღესაც ვხედავ რომ თუნდაც აი კონკრეტულ მაგანიც გეტყვი ვიღაც ვთქვა აქტიურად რაღაც ისეთი გამოცდილი მოვარჯიშე და აკეთებს თავისას რაღაცა შეიძლება იჩქარებოდეს დრო არ აქვს და რაღაცა თავის ამბებში ასე ვთქვა და ვიღაც აი ეგრევე ერთ წამში რომ მიხვდები პირველივე ინტერაქციაზე რო გამოგელაპარაკე რაღაცას გეტყვის ხარ რამდენი დაგჭა ან როდის მორჩა რაღაც ისე გეტყვის რომ ეგრევე ხვდები რომ არიცი და ანუ ისე უპასუხნიათ რომ აი პირდაპირ სიტყვებით არ უთხრა მაგრამ მეჩქარება ეხა ჩემი ისმა გამჭიროებია უნდა მოვასწრო და შენ არიცი აქ როდის რა ამიწყო ბროდის რა უნდა განახვა წადი რა სხვა რამე გააკეთე რა და თითქოს ეს გვერდი და რო შეხედავ მაინც და მაინც რაღაც არა ძალიან ცუდად და ძალიან რაღაც უხეშად არ ჩანს მაგრამ იმ ადამიანისთვის აი ჯეროჩ რომ მივიდა გარისყარო აი რაღაცა ერიდებოდა მაგრამ უთხრა ისიც ხო ხდება ეგრევე ის გამოუცდენს ეგრევე ატყობს ვიღაცა რა ვარჯიშობს რომ ეს რაღაც ძალიან გამოცდენა და ძალიან ხშირად აქვს ეს ჩემ ძალიან ძველ ჩემ მაგანითებზეც ვიხსენებ რომ აი რაღაც ხრცხვენია გერიდება ვიღაცა ძალიან ისე აქტიურად რო ვარჯიშობს და შენც რო ის ვარჯიში აი მისვლაც გერიდება რომ აი რამდენ ხანში მორჩები მეც მინდა რაღაც ეგეთ ვერბედა აუ ძმის მოვიდა გაბედა გითხრა რაღაცა რომ იქნებდა შენ რო ცოტა ისეთი რა ვითომ ნორმალური მაგრამ იმისთვის ძალიან რაღაც აგრესიული და ისეთი პასუხი გაეცი აუ შეიძლება 5 ვარჯიში ქონდეს გასაკეთებელი და წავა ვაფშე აღარ გააკეთებს აი თუნია ხა იმასაც მოთხოვ რომ ამის აი აგვიანდება დრო მაგრამ სწრაფად უნდა ივარჯიშოს მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ხენი შეუწყოთ ერთმანეთს და აი ეს მეგობრული გარემო და რაღაც ანუ
წარმოიდგინე რა რომ აიგრე რა გეჩქარება რაღაცა და მიხვდი რომ თქვა არიცის რაღაცა და ძმის გაბედა მოვიდა და შენ რო თუნდაც შენი დაიკლო რა რაღაცა 1-2 მოძრაობით ცოტა ნაკნები გააკეთო და იმ ადამიანს რო დაეხმარო და რაღაც რო გაუსწორდება და რო გადაალახავს აიმას და რო რაღაცა ცოტა სხვანაირი შეგრძნება აი შანსი არა მაგას იგრძნობ ეგრევე და ამოღამებ და აი ბევრად რაღაც ისა არა ამ ქვეყნიურად არა რაღაც აი ძალიან დიდი ხო ძალიან დადებითი შეგრძნება გექნება რა რაღაც სიკეთე გააკეთე არიცო და დაეხმარე რა და შენ კეთილი ხარ ყველა კეთილი არა ჩემზე არ ვიძახი ზოგადად რო ქნას ესე ვიღაცამ თქო ძალიან გაუსწორდება თვითონაც მიუხედავად იმისა რომ თავის რაღაცას მოაკნებს რა ნუ როგორც მივხვდი ეს უფრო გამოუცდელ მოვარჯიშებზე და ის მაინც არ არის დარწმუნებული ვარ რომ ეხლა რაღაცა ფორმების გამო აი ფორმების გამო ხო ესე პირდაპირ ვაიმე რა მხელა მოვიდა ესე არო მაგათ უკვე თავისი ისენი აქვს რა რომ აი მაგას გონია რომ პირიქით მე რო ამხელავარ თუმცა ისეთიც მინახავს რა აი მართლა რაღაცა აი ჭარბწონიან და ისე ვარჯიშობდა მოძრაობები ანუ ძალიან ისეთი რა ანუ რაღაცა პროფესიონალად თავისუფალ ხო აი უკვე თავის კომპლექსების და რაღაც არასაკმარისი თვითდაჯერების და აი თვითშეფასების ნაკნების სიმცირის ამბავია რა და აი თვითშეფასება ესე თავისი დარბაში როგორ აიწიოს ესე პირდაპირ კონკრეტული ჩვევები ცოტა აირთუნი იქნება რა მაგრამ ნუ აი რაღაცნაირად დაეხმარონ ალბათ ხალხი ვინც აქტიურად დადის და ვისაც არ აქვს ეგ პრობლემა თუ ექნებათ საშუალება რომ დაეხმარონ მე მგონი რატომაც არა ნუ როგორ აი უნდა უთხრა რომ არა უშავს არ მიაქციო ყურადღება არა ნუ კონკრეტულად ესე ხوار გავმახვილებ მაგაზე ყურადღებას მაგრამ დაეხმარო რა უბრალოდ რომ რაღაცა ცოტა მოშინაურდეს და ალბათ შეფასდა მეგობრებთან ერთად რო იაროს ან ის საქმე გარ არის თუ არ არის არა მაშინ პირადი მწვრთნელი უნდა ყავდეს და იმას ანუ ძირითადად თქვა იმასთან ექნება კონტაქტი და ის ხო ანა აი მეგობრებთან ან რაღაც ახლობლებთან ერთად ვარჯიში აი ვარიანტი იქნება. რაღაც რო თქვა სხვაზე არ გამახრიოს ყურადღება თავის წრეში რაღაცნაირად იყოს. მაგრამ რთულია ეგ ხო უჭირს ძალიან ბევრს რა. კი ძალიან რთულია. არა მეც არ მსიამოვნებს. სხვარას ხო რა სხვა რას ფიქრებს ძალიან ბევრი ფიქრობს და აი ამ ხელა წონა ვარ თვითონაც არ გეშხედავს. ამ ხელა წონა სულაც არ ვარ მაგრამ დარბაზში მისვლა არ მიყვარს და მე სულ მგონია რომ რაღაცას ანუ ვიღაცა თუ არ მეხმარება ზირთად შენ ხარ ხოლმე ადამიანი მაგრამ ესე მე თვითონ მივიჯდე რამე გავაკეთო სულ რომ დამიწერო სახში მამეცადინო მაინც არ ხო და აი ხო კარგად და მაგიტო გეუბნები რომ ვიღაცისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ ყოველს დამხმარე ან ვიღაც უნდა ყავდეს და მე დროის ამბავია თუ მიეჩვია თუ მოეწონა თავისითაც იზამს რა. კარგი, ახლა ისევ კვების კითხვებზე რო გადავიდეთ, ჯანსაღი კვება ძვირია თუ არ არის, აინტერესებს ხალხს, აუცილებელი ნუ ჩია, ავოკადო და ასე შემდეგ. ძვირია. ვალდებული რა აუცილებელი არის თუ არა რომ ვიყიდო ესენი ხო და უყურე მანდ ერთი აცდენა მთავარი რა. ანუ ჯანსაღი კვება რა, ჯანსაღი პროდუქტები ძვირი არის, ხო, ძირითად შემთხვევაში არის ხოლმე კი უფრო ძვირი. მაგრამ ჯანსაღი კვება ხო თავისთავად თავისივე მოიაზრებს რომ ანუ რაოდენობაც უნდა გაკონტროლდეს რა. შენ რო რაღაც თქვათ მაგალითად არ ვიცი ლობიანებს და ფენოვანებს რაღაც ტორტებს ნამცხრებს რაღაც ისეც რაღაც ცუდ რაღაცეებს ჭამ და უცებ ჯანსაღი კვება მინდაო გადაწყვიტე და გადმოდიხარ ავოკადოებზე და ჩიებზე და მოდი იმასაც რამდენსაც გინდა როგორც გინდა როცა გინდა ჭამ ეგ ჯანსაღი კვება არის ანუ პროდუქტებს კი ჯანსაღზე გადმოდიხარ მაგრამ რაოდენობა თუ არ გააკონტროლე თქვათ თუ შენი მიზანი წონის დაკნებაა და რაღაც აი ცუდ პროდუქტებს ცომეულს და აი ტკბილნეულს და ეგეს ჭამდი და მართლა ჯანსაღ პროდუქტებზე გადმოხვედი მაგრამ დეფიციტი ვერ მოხდი და ძალიან ბევრი თითქმის იგივე რაოდენობა კალორია მიიღო ჯანსაღი პროდუქტებისგან არაფერი არ შეგეცნობა არც ერთი გრამი არ დაგაგდება და ეს ჯანსაღი თავის თავშივე მოიაზრებს რომ რაოდენობაც უნდა ყურადღება მიაქციო რა და შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს მაგრამ რაოდენობა ხა ავოკადო 3 ავოკადოს ერთ ჭამაზე ჯანსაღი არ გამოდის რა ცხიმი ბევრი გამოდიო ვერ ჩაეტევი შენთვის სასურველ რაოდენობებში ნახევარი ავოკადო შეიძლება ძვირი ღირდეს მაგრამ მეოთხედიან ნახევარის ჭამა რო გიწევს ერთ ჭამაზე ერთი ავოკადო 4 დღე 3 დღე რო გეყოფა და საერთო ჯამში ყველა პროდუქტი რო დააჯამო რაც უნდა ძვირი ღირდეს რაოდენობის ამბავში დიდი ხანი რო ყოფნის აი საერთო ჯამი
ცუდი პროდუქტებისგან არაჯანსაღი და ჯანსაღი ფინანსურად რო დააჯამო მე რაც დამიჯამებია დიდი აცდენა არაა ხოლმე რა. კი, მაგრამ ხო შეიძლება მე მაგათაც საერთოდ არ ვჭამ ავოკადოს და არც ჯიას და არაფერს ეგეც ძალიან მარტივი და არც თუ ისე ძვირიანი პროდუქტებით ვიკვებები, ეს არის კვერცხი, პური, ყველაზე იაფიანი პური სხვადასხვის რაღაცა ხაჭო. ხო და მაგას ვიძახე, ეგ თავისთავად არ გამოვაძე, მაგრამ რაც არ უნდა. კითხვა მე მგონი აქ ეს იყო, რომ აუცილებელია რომ ვიყიდო ეს ძვირადღირებული. ხო და არა, რა თქმა უნდა, არა აუცილებელი. მოხარშული კარტოფილიც რატო არის? უკვე ბევრად ჯანსაღია, ვიდრე რაღაც გარეთ საცხობში ნაყიდი რა, ნებისმიერი რა ქვია მაგას, კერძი თუ ხაჭაპური იქნება თუ რაც იქნება, თუნდაც მზა კერძი. და ეგ მზა კერძიც რაც უნდა იაფი იყოს, ბევრად უფრო ძვირი გამოდის, ვიდრე შენ თვითონ რო აი ეს ბრინჯი კარტოფილი იყიდო და მოხარშო და შეჭამო, რა თქმა უნდა. ასე რომ ეგ არა, უბრალოდ ჩვენ ავიღეთ რაც არ უნდა მაქსიმალურად სპეციალურად ძვირიანი პროდუქტები იყიდო, მაინც რაოდენობა ისე გიწევს, რომ რო დააჯამო და რო შეადარო დიდი აცდენა არ იქნება რა. კარგი, ახლა ასევე ძალიან აინტერესებს ცილაზე. ხო. რომ წონის კლების მხრივ აქვთ აქ კითხვა, სულ რომ ჩავეტიო კალორიაში და ცილას ვერ შევავსო ხოლმე, ხო მაინც დავიკლებ. და აბა რატო არის ასეთი მნიშვნელოვანი გავიგერო კუნთური მასა შემდეგ, ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ვერ ვჭამ. არა, გავიგე არა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა. ანუ დაკნება ლოგიკურია, მაგას შეკითხვა არც უნდა, მაგრამ ვისაც დაკნება უნდა, მე ხო მაგ დაკნებული შენარჩუნება აქ გეგმაში. ხო, თუ უბრალოდ დაკნება და მე უნდა რომ ისე მოიმ. არ ვიცი. ეს არიცი არა, გეკითხე, ანუ ისა არის ადამიანი, ვისაც წონის დაკნება უნდა და როგორც კი დაიკნებს რაღაც 27 დეკემბერს, მე მომატება უნდა. ანუ არავის არ უნდა. ყველას უნდა დაკნება და რა თქმა უნდა შენარჩუნება ამ დაკნებულის. და ეს შენარჩუნება 2-ჯერ, 3-ჯერ, 10-ჯერ უფრო რთული ხდება, როდესაც ვთქვათ, წონას იყნებ, ცხიმთან ერთად გინდა არ გინდა, სულ რო გიჟივით ვარჯიშობ და საკმარის ცილას იღებ და მაინც გაკლდება კუნთური მასა, მით უმეტეს თუ არ ვარჯიშობ და ცილასაც არასაკმარის იღო, ბევრად აი ისე არ ქონია კი არა, ხო იცი ეგეთ შემთხვევები რომ აი რაღაც კაი მსუქანი იყო ადამიანი და რაღაც 140 კილოდან 100-ზე ჩამოვიდა, 40 კილო დაიკლო და ვიზუალურად, ანუ ავი რა, საცურაო კოსტიუმში, ანუ ქონები ისევ აი ბლომა თანცანებს რაღაც, ანუ ვიზუალურად ცოტა უფრო აი ესთეთიურად პუსკუჩა 140 რო იყო, უფრო რაღაცა როგორ ვთქვათ, რაღაც ესთეთიურად თვანისთვის რაღაც იმზიდვენი იყო. ვიდრე რომ აი ეს ბევრი 40 კილოგრამი დაიკლო და რაღაცა ეს ქონებიც უფრო ჩამოეკიდა, ჩამოიქნა რაღაც ვიზუალურად რაღაც ამას ყოფს ცილაშობა თუ ვარჯიში? კუნთურა ხო და მაგას ვიძახე, ამ 40 კილოს რო დაიკნებ და არც ვარჯიშო, ფიზიკურად აქტიური არ ხარ და არც ცილას არ იღებ საკმარის, დიდი შანსია რომ შედარებით ბევრად უფრო მეტად დაგეწვას კუნთური მასა, ვიდრე რო აქტიურად ვარჯიშობდე, წონებზე რო ვარჯიშობდე და ცილასაც საკმარიც იღებდე, ხო საერთოდ. ხო და აი გარდა ამ ვიზუალური მხარისა და არაესთეტიურად და ისევ ქონები ბევრი რჩება, მერე უკვე შენარჩუნებაზე რო გადადიხარ, კუნთური მასა რაც უფრო ნაკლები გაქვს, აი ბევრჯერ ვახსენეთ უბრალოდ, ეხაც ვიტყვი, მეტაბოლიზმი რაცა ძალიან დიდ ნაწილს განსაზღვრავს კუნთური მასა რამდენი გაქვს და აი კუნთური მასა რაც თუ ცოტა ქონდა და კიდე უფრო შეგიმცირდა, ხო ეგ მეტაბოლიზმი კიდე უფრო შემცირდება და მოკლედ როგორც თქვი რა, შევა ერთხელ 2-ჯერ, 10-ჯერ უფრო გიჭირს შენარჩუნება, გინდა არ გინდა იმატებ და ცილა იმდენი სხვადასხვა წყაროა. იქნება ეს, რა ვიცი, ხორცეულობა, ხორცი თქვა თუ ქათამი არ მოგწონს, საქონენი არ მოგწონს, ინდაური, რა კურდღენი, რა ბევრი ხორცი შეენება. თქვა ხორცი არ მოგწონს, თევზი შეგინია, თევზი არ მოგწონს, ზღვის პროდუქტები არ მოგწონს, შეიძლება რაღაცა ის და მაინც ჩანსაღი შეიძლება არ იყოს, მაგრამ კვერცხი, მარტო კვერცხის ცილა იყო, ყვენიც ძალიან ისეთი წყაროა, კალორიები ცოტა რთულადაა, მაგრამ ყვენი, ხაჭო, საერთოდ არაფერიც არ გიყვარს, ფხვნინი ცოტა, რაღაცა ლაქტოზის აუტანობა, რაღაცა რძით არ გინდა, plant based protein, ანუ რაღაცმენაერად, ყველა
ვარიანტში შეგინია რაღაც გზა მონახო რომ მინიმუმ საჭირო რაოდენობა მაინც ეცადო რომ მიიღო რა და ამიტომ ეგ აი რაღაცა კი მინდა წონის დაკნევა მე შენარჩუნებაც მინდა ცინის მიღებას არის ჩემი მიზანი მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებ აი ვერანაირად რაღაცა რთულად ის არის მისაღებია რა ანუ რაღაც 21 საუკუნე ისე აი რაღაცა გზა მაინც არსებობს რომ მინიმუმ რაღაც რაოდენობა რაღაც მენაერად აი ისეთ რაც ყველა როგორ შენობა არც ხორცი არ გიყვარს არც თევზი არც ზღვის პროდუქტები არც კვერცხი არც ყვენი არც ხაჭო არც ფხვნილის დანევა არ გინდოდეს პროტეინს არაფრის ეს ყველაფერი არ მინდა მუხუდო ლობიო რა თენი დღე მარტო ლობიო ჭამე მარტო მუ დაგიგროვდება ცილა ნახშირწყალით ცოტა ცხიმსაც მიატან და ეგა რავი რაღაც ისეთია რა ყველა ვარიანტში შეძლებადია თუ მოინდომებ რა სანდრო რას გულისხმობ ხოლმე როცა ამბობ რომ ერთადერთი სწორი დიეტა არის ის სადაც შენი საყვარელი საკვებია აი ცი როგორ შენი საყვარელი საკვები უნდა იყოს ყველა ვარიანტში დიდი პროცენტი მაინც ნუ 50 მინიმუმ 50 ნახევარი მაინც შენი საყვარელი პროდუქტები უნდა იყოს რო არ დროის ამბავია რა რაღაცა დრო შეიძლება გაძლო ძანით მოინდომო რაღაც სასწაულის შედეგი შეიძლება მოგცეს და ეს სასწაულის შედეგი რო გახსოვს და წარმოიდგენ და მაგ შედეგისკენ მიდიხარ რაღაც პერიოდი გაუძნებ იქნება ეს არ ვიცი ერთი კვირა ორი კვირა ერთი თვე ორი თვე თუ რაღაც მაგრამ მერე თუ სულ ისეთი პროდუქტებიდან შედგება რომელიც აი გძულს და ძანით ჭამ მაგას ვერ შეეჩვევი ვერანაირად და ყველა ვარიანტში მინიმუმ 50%-ს იმიტომ ვიძახი რომ რაღაცა იქ გრძელვადაში მერე რო მიხვედი იმ შედეგამდე დაიკენი ხო შეინარჩუნო უნდა და ვერ გაუძნებ თენი თქვა ცხოვრება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არასაყვარელი პროდუქტების ჭამას როგორც თქვი რაღაც მონაკვეთი შეიძლება გადადო ყველაფერი რაღაც სასწაული ტვინი გადაკეტო და ძანით ჭამო რაღაცა ძალიან ცუდი გემოაქვს მაგრამ ძანით ჭამ მაგრამ დროის ამბავია რაღაც წერტილამდე მიხვალ და გაანებებ თავს რა და ამიტომ აი გაანებებ თავს და გამოდის რომ რა შედეგიც ხონდა ისევ დაკარგავ და ამიტომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ასე თუ ისე დისკომფორტით რო განაგრძო მაქსიმალურად უნდა იცოდო რომ შენი საყვარელი პროდუქტებისგან შედგებოდეს 1-2 შეიძლება ისეთი პროდუქტი იყოს რომელიც არ გიყვარდეს და არ მოგწონდეს მაგრამ შენი მიზნისთვის თუ რაღაც სასწაულად მნიშვნელოვანი და სასწაულის შედეგის მომტანია შეიძლება დააძალო თავს და აი ცოტა პროცენტი ეგ პროდუქტებიც მიიღო თუმცა მე მაგასაც ანუ რაც არ უნდა რაღაც ძლიერ მოქმედი ან რაღაც ძალიან დიდი შედეგის მომცემი იყოს რაღაც კონკრეტული პროდუქტი მაგრამ შენ ძალიან არ გიყვარდეს აი ორკოს რო ჭამ და უკვე რო აი რაღაცა უკან მოდის და აღევინება გინდა და არ მოგწონს ეგეთი ანუ არანაირად არ მივესალმები ჯობია ცოტა უფრო ნაკლები შედეგის მომცემი პროდუქტი ჭამო და გრძელვადაში და წყნარად შვიდად მიხვიდე ყოველგვარი იმის გარეშე მართალია რომ მუცნაობა იგივე სნეკინგი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც ვერ ვიკლებ წონაში ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის კი აი ძალიან რთულია ეგ მაგ სმუცნაობის დროს რაოდენობის გაკონტროლება და კიდე ერთი რაც აი სმუცნაობის ვისაც უყვართ სმუცნაობა რატო ურთულდება პროცესი რომ თუ თქვათ 2 სნექი ან 3 სნექი გინდა რომ ჩვენ დღის განმავლობაში თქვათ ჩართო ანუ ეგ სნექზე რასაც ჭამ ეგ ხომ თავარ ჭამას აკლდება რაოდენობა რა და ძალიან ხშირად ვინც თქვათ 2-3 სნექი უნდა დღის განმავლობაში აი სნექი ისეთია რა ტვინისთვისაც ცოტა დანაყრების შეგრძნება არ გაქვს ახკმადი არა რომ აი სავსე სისავსის შეგრძნება დანაყრების არ გაქვს და მით უმეტეს თუ თქვათ 2 ან 3 ან უფრო მეტი სნექი გაქვს გამოგდის რომ ძირითადი კვებები ძალიან პატარა გაქვს რა და სნექის დროს აი სისავსის დანაყრების შეგრძნება არ გაქვს პლუს ძირითადი კვებებიც თუ ძალიან შემცირდა და პორცია ძალიან პატარა იყო გამოდის რომ იქაც ვერ დანაყრდები და სისავსის შეგრძნება არ გექნება და გამოდის რომ სულ დაუნაყრებენი სულ მშიერი გამოდიხარ ასე ვთქვათ რა და ეგ დროის ამბავია რა შეიძლება ვიღაცამ 1 კვირა 2 კვირა 3 კვირა 1 თვე გაუძლოს ან 2 თვე მაგრამ აი რო აი დაუნაყრდი სავსევა აღარ მშია შეგრძნება თუ არ ექნა ვეღარ გააგრძელებს და გაჩერდება
წონისკნების ამბავში თუ რა მიზანიც არ უნდა კონდეს რა. აუცილებელი არის თუ არა რომ ვისწავლო საკვების მომზადება იმისთვის რომ გრძელ ვადაში ვიკვებო სწორად. იცი როგორ აუცილებელი ეს შეიძლება არ იყოს კონკრეტულ სიტუაციას და ადამიანს და მის ცხოვრების სტილს და რა ძალიან ბევრი ამის გააჩნია, მაგრამ ანუ ისეთი რაღაც რა, ანუ basic რაღაცეები ძალიან დაგეხმარება პროცესში რა. რო აი თქვაც მაგაცად რა, არ ვიცი, ხო ბრინჯის მოხარშვა, კვერცხის შეწვა, მოხარშვა, არ ვიცი, სენდვიჩის გაკეთება ან რაღაც ეგეთი. რო იცოდე, ანუ ბევრად უფრო ხო შეიძლება თქვა ყველაფერი გაწერინი და ალაგებული გაქვს, ყველა აი რაღაც საკვები მზა მოგდის, რაოდენობა განსაზღვრა. არა მოხდა ისეთი რაღაცა პერიოდი დაემთხვა, რაღაც სამყარო გადატრიალდა, რომ აი შენით გიწევს რაღაცა 2 კვირა ან 1 თვე ან 2 თვე რაღაც პერიოდი შენით გიწევს და უცებ არ კვერცხს ვერ იხარშავ. თუმცა მეც ვიყავი ერთ დროს. და რა შეგწოვა? აი საზღვარგარეთ რო წავედი, ვერ მიკეთებდა ვერავინ. და მოგიწეს სწავლა? ეგ მაგას ხომ არ ვიცი იციან თუ არა. ჩაწერო რომ მივდიოდი ინგლისში წასვლის წინ. ესე იგი პატარა ბლოკნოტი მქონდა და იქ დედაჩემთან გავიარე და ჩამაწერინა რა. კვერცხის მოხარშვა, კვერცხს დებთ სივ წყალში. რო წამოდუღდება აცტი ამდენ კარტოფილის მოხარშვას გინდა ვწკნი, გინდა სოსისის მოხარშვა აგდებ ამ წყალში იმაში. სოსის ჭამდი მაშინ ახლა რო აგ დროს რო თავიდან რო წავედი, ხო გით თავიდან რო წავედი ისე იყო რა სანამ იქ შევეგუებოდით რაღაც დავფუძდებოდით ასე ვთქვათ. მე კი თეორიულად ყველაფერი კარგად ვიცოდი, მაგრამ საქართველოში ხო ისე ვიყავი რა, გამზადებული, ოკეი, რაღაცა გამზადე, ჭამე. იქაც თავიდან აი რამოდენიმე თვე არა კვირები, ნუ 1-2 თვემდე მე მგონი ხო რა, როგორც აქედან წავედი და რასაც აქ ვჭამდი ისე მე დამარტყა მანდ რომ მეთქი ბარე მაინც ჩემით ვიკეთებ. ჩემით ყიდულობთ რაოდენობს ყველაფერი ჩემით მიწევს გამზადებ მომზადებ ბარემ თეორიულად რომ ყველაფერი ვიცი ცილა ცხიმი ნახშირწყალი დავაი პროდუქტებს ისე ავარჩევ რაღაც basic ისენი კი ვიცოდი მაგრამ რაც არ ვიცი გავამეთქი როგორ შევწვა ხორცი რაღაც ეგეთ გზაში დავამუღამე და სასწაულის შედეგი მოვიდა მე სასწაულის შედეგი მოვიდა უზოლოდ კარგი და ბოლო კითხვა არის ეს დავტოვე ბოლოსკენ იმიტომ რომ მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ესე იგი აინტერესებს რამდენიმე ადამიანს სისტემატურობაში რას გულისხმობ როცა ამბობ სისტემატური ვარჯიში ანუ ყველაფერი გამოგივა თუ სისტემატურად იცი როგორ აი ეგ რა ყვებასაც იმას ყველა ჩვევას ალბათ ჩვევ სისტემატურობა ნიშნავს რომ აი სისტემატურობა თუ სისტემატურად ვარჯიშობ თითქმის გარდაუვანია რომ ჩვევაში არ გადაგივიდეს რა ანუ დროის ამბავია ყველას ეს ინდივიდუალური პერიოდი ექნება მაგრამ აუცილებლად ჩვევაში გადაგდის რა ჩვევაში გადაგდის ვარჯიში ნიშნავს რომ რაღაცა იხდება ცხოვრებაში რაღაც მომენტები ისე რომ თქვა და ფიზიკურად ვერ ვარჯიშობ არ არის მაგისის და რო ვერ ვარჯიშობ და ცუდად აი არანორმალურად რო გრძნობ გინდ ფიზიკურად გინდ მენტალურად რომ აი გინდა ვარჯიში გთხოვს ორგანიზმი ფიზიკურადაც და გონებრივადაც რომ რაღაც ფიზიკური აქტივობა გინდა ხო და იქ სისტემატურობაში თუნდაც ის რაც ხავ ახსენეთ რა პროგრესი არ კონდეს რაღაცა დიდი ხანი დაგჭირდეს რაღაც მოძრაობის სწორად გაკეთების სწავლაში მე ეხა რო უყურებ უკან არის ზოგჯერ პირველი 5 წელი პირველი 7 წელი ეხა რო იგივე მოძრაობას ვაკეთებ თურმე რას ვაკეთებდი ვაფშე სხვა ვარჯიშს ვაკეთებდი თურმე სხვა კუნთები უნდა დაგჭირო და მე ვაფშე სხვა რაღაცას ვაკეთე ანუ რაც არ უნდა ეგეთი დაბრკონებები იყოს რა როგორც არც პროგრესი არც სწორად არ იცოდე გაკეთებას არც თქვათ აი როგორც გინდა ყოველთვის ისეთი ძალისხმევით ვერ ვარჯიშობ ხან ცუდად ხან კარგად ხან დიდხანს ხან აი სისტემატურად თუ შეინარჩუნებ და გაყვები აი ინდივიდუალურია მაგრამ თქო შენთვის რაღაც განსაზღვრულ პერიოდამდე აუცილებლად ჩვევაში ჩაგიждდება და აი გინდა არ გინდა თუნდაც ჩემ მაგანიძე რა ერთი მოძრაობას 5 წელი მეორე მოძრაობა 7 წელი ეხა რო უყურებ არასწორად ვაკეთებდი მაგრამ 15 წელი გავიდა რაც ვარჯიშობ და ის მოძრაობებიც უკვე სწორად ვაკეთებ პროგრესიც მაქვს ანუ გინდა არ გინდა ეგ ადამიანის რაღაც ბუნებრივი პროცესია რომ ერთი და იგივე რაღაცას ან დიდხანს რო აკეთებ
დროის ამბავია და ხან ამ კუთხით, ხან იმ კუთხით რაღაცის ცვლინება გინდა რა. ცვლინება გინდა, რომ ცვლინება ძირითადად ნიშნავს, რომ ცოტა რაღაც უკეთესად აკეთებ რა, რაღაცა გზას პოულობ, რომ რაღაცა სხვანაირად გააკეთო, უკეთესად გააკეთო და აი ეგ რა. არა აქვს მნიშვნელობა კვირაში რაღაც ორჯერ იქნება, სამჯერ, ოთხჯერ თუ ხან ოთხჯერ, ხან სამჯერ, ხან ორჯერ, ანუ თუ აი მიაჩო ორგანიზმს და იუნი ვიღაცა შეიძლება 1 წელი დაჭირდოს, ვიღაცას 5 თვე, ვიღაცას 3 წელი, ვიღაცას 2 თვე, მაგრამ აი რომ ჩაგიჯდება ჩვევაში და 2-3 ვარჯიში ან 2 კვირა, 3 კვირა რაღაც მიზეზის გამო გაგიცდება და რომ მოგთხოვს ორგანიზმი და მაინც აი მოინდომებ და გადალახავ იქ რაღაც რა სირცუნეც არ უნდა გქონდეს და გააგრძელებ ვარჯიშს. რავი რა, აი ესეთია რა. და კვებაში კონსისტენსი? აი მაგაში რას გულისხმობ? კვებაში კონსისტენსი არის რომ როგორ იცი? აი რაც თქვით რა, რომ უნდა იცადო რომ რაც არ უნდა მიზანი კონდეს, იქნება წონის დაკნება მომატებაში ნაჩვენე რა. ანუ შენი კვება, რაც არ უნდა დიეტა თუ კვების სტილი თუ რაც არ უნდა აირჩიო, მაქსიმალურად კომპლექტო შენი საყვარელი პროდუქტებისგან. ეგ ნიშნავს იმას, რომ ანუ რა სიტუაციაში არ უნდა, სადაც არ უნდა მოხდეს, შენი საყვარელი პროდუქტები რო არის რაციონში, ასე თუ ისე შენობა რაოდენობები ვერ გააკონტროლო, შენობა ზოგჯერ სიხშირე ვერ გააკონტროლო, მაგრამ ნუ შენი საყვარელი პროდუქტებს ჭამ ძირითადად რა და აი ეგ თქო გააჩნია რა მიზანი გაქვს თუ წონის დაკნება ცდილობ რომ რაოდენობები გააკონტროლო თუმცა თქვა შეიძლება ზაფხული მოვიდეს ან პირიქით ზამთარი წონის მომატების დრო მოვიდეს ანუ როგორ გითხრა რა ძალიან სიზუსტე და ძალიან რაოდენობები ძალიან პორციები ვერ აკონტროლო და თუნდაც პროდუქტები ზოგჯერ გადაუხვიო მაინც დროის ამბავია და თქვა ის ზაფხული იქნება 1 თვე 2 თვე თუ რა პერიოდიც არ უნდა იყოს ისევ თუ შენ კვების გეგმას დაუბრუნდები და განაგრძობ და აი cycle stress რაც უფრო თქვა დიდი ხანი გააკეთებ გამოდის რომ ხო რა სულ შენი საყვარელი პროდუქტებით იკვებები რაოდენობაც ასე თუ ისე უკვე რომც არაწონო მიჩვეუნი ხარ და ზეპირად იცი რა მიზანიც არ უნდა გქონდეს როგორ რა რაოდენობით მიიღო როგორ განსაზღვრო ასე ვთქვათ დაახლოებით ზუსტი რაოდენობა და პერიოდულად როგორც თქვი გადახვევები რა თქმა უნდა გექნება და სასურველიცაა ეს რომ აი ვთქვათ ნაკლებად გექნება თუ შენი საყვარელი პროდუქტებიდან შედგება რომ აი დავიღანე და ერთი სუნი მაქვს სხვა პროდუქტები ვჭამო თუ შენი საყვარელი პროდუქტებიდან შედგება მაგრამ პერიოდულად ხან დასასვენებლად ხან საზღვარგარეთ ხან რაღაც ცოტა მოდუნდე მოეშვა რაღაც პერიოდი მაგრამ მე ისევ მიჩვეუნ ხარ და უბრუნდები შენ კვების სტილს აი ეგ არის კონსისტენსი და ანუ ეგ არის როგორც თქვა ვარჯიში ჩაგივარ და 2-3 კვირა და მე ორგანიზმი და გონებაც გთხოვსო დაუბრუნდიო ზუსტად ეგრეა სწორკვებაზე ჩვენც ვიცი რომ გამოცდენი რომ აი რაღაც სწორად რო ჭამ ჯანსაღად რო კარგად რო გრძნობ თავს და მე ხო ხან სადღაც წავედი დასასვენებლად ხან სადღაც და აი ცოტა რო გერევა და აი თქვა აი შენი პროდუქტები და შენ რა რაოდენობის გინდა ვერ იკვებ ძიმედ გრძნობ თავს დაღმილად გრძნობ თავს და ერთი სუნი გაქვს შენ რაღაც აი რუტინას კვებას რო დაუბრუნდები აი გამბავია რა ის შენი რუტინა კვება თუ თქვა სწორი პროდუქტების და შენი საყვარელი პროდუქტებისგან შედგება ყოველთვის გექნება და მოგთხოვს ორგანიზმი და გონებაც როგორც ვარჯიშზე ისე კვებაზე რომ მიუბრუნდი აი კარგად გრძნობდი თავს და იმას დაუბრუნდიო რა ეგრე არის ვარჯიშზეც რომ რაღაც კარგად ვიყავი ენერგიულად ვიყავი და მოდი დამაბრუნე იქო და აი კონსისტენსი მაგაშვება რა და ეგ წარმოიდგინე რომ ეგ შენი რაღაც კვება ან რაღაც ვარჯიში ისეთი რო იყოს რომ აი ძანით აკეთებ და ვერ მოგთხოვს ორგანიზმი ბუნებრივად არ გეტყვის რომ აი ძანით რაც აძანებდი თავს ეხა ის გააკეთე პირიქით გეტყვის რომ არა ის არ გააკეთო რაღაც ფიქრებიც ისეთი გექნება რომ თავი არიდო ამიტომა ძალიან მნიშვნელოვანი რომ გინდ ვარჯიში გინდ კვება აი თქვენთვის თქვა სახანისო საყვარელი პროდუქტებისგან შედგებოდეს რომ აი ჩვევაში მარტივად ჩაგიჯდეთ და მერე ზოგჯერ გადაუხვევთ ორგანიზმმა მოგთხოვოთ რომ თქვენ ჩვევებს დაუბრუნდეთ.
ჩვეულ ჩვევებს დავუბრუნდეთ. კარგი, მე მგონი დღეს დავასრულეთ მეტი კითხვები. იმდენი ბევრი კარგი ინფორმაცია. მადლობა და დროებით. აბა შემდეგ ეპიზოდამდე შემდეგზე ფიქრობ ხო საკვებით დანამატების ამბავს. კითხვები მოგწერეთ და ისევ ხო, აი თუ საკვებ დანამატებზე დააკომენტარებთ, აი ამ კითხვებსაც გავვნით განხილვის დროს. აბა კარგად. კარგად.